სიბინძურე ყველანაირი მოთხოვნების დარღვევა და არა და მომხმარებელს შეუძლია ერთი შეხედვით მიხვდეს კვების ობიექტი იცავს თუ არა სურსათის უნებლობის ელემენტარულ მოთხოვნებს. ანდრო, როგორ მივხვდეთ კვების ობიექტი იცავს თუ არა სურსათის უნებლობის მოთხოვნებს? დავიწყოთ ჩაცმულობით. პერსონალის ჩაცმულობას რომ დავაკვირდეთ, აუცილებელია რა თქმა უნდა პერსონალს ეფაროს ქუდი, აღჭურვილი იყოს სამუშაოდ ანსაცმლით სრულიად. არ უნდა გამოიყენოს სამკაულები, არ უნდა გამოიყენოს ფრჩხილის ლაქი თუ ის ხელთათმანით არ მუშაობს. გადატვირთული მაკიაჟი არ უნდა ჰქონდეს. თუ ვატყობთ ობიექტზე რომ ეს მინიმალური მოთხოვნები არ არის დაცული, ეს ნიშნავს იმას, რომ სამამისი პასუხისმგებლობით არ ეკიდება ამ საკითხს. ხშირად მომხმარებელი გვისვავს კითხვას თუ რატომ არ აცვია მიწეს ხელთათმანები და რატომ არ მუშაობს სომთან ხელთათმანით. რა პასუხი შეგვიძლია დაუბრუნოთ მომხმარებელს? ხელთათმანის გამოყენება სამზარეულოში აუცილებელი არ არის. პირიქით შესაძლოა ხელთათმანმა უფრო გაზარდოს პროდუქტის დაბინძურების რისკი. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად პერსონალს რაღაცა სტერილურობის შეგრძნება აქვს, როდესაც ხელთათმანის მუშაობს და შეიძლება სხვადასხვა ზედაპირებს შეეხოს, სხვადასხვა პროცესები დააბინძუროს ეს ხელთათმანი და დაავიწყდეს ხელთათმანის გამოსვლა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხელთათმანის გამოყენება არანაირად არ ამცირებს ხელების დაბანის სიხშირეს და აუცილებლობას. ამიტომ სულ ერთია, მოკლედ, თუ ჩვენ ვიცავთ სურსათის უნებლობის მოთხოვნებს და აქტიურად სწორი პრაქტიკით ვიბანს ხელს, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ხელთათმანის გამოყენება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. ჰიგიენის მხრივ რას შეიძლება დააკვირდეს მომხმარებელი? აი, მაგალითად, ნიჟარების გამოყენებას აუცილებელია ნიჟარას ჰქონდეს შესაბამისი დანიშნულება და არ შეიძლება ერთ ნიჟარაში პერსონალმა ხელებიც დაიბანოს, ჭურჭელიც გარეცხოს და ნედლეულიც გარეცხოს. ამიტომ ძალიან მარტივად შეგვიძლია თუ ესეთი ღია სამზარეულოა, დავაკვირდეთ, ნამდვილად განცალკევებით არის გამოყოფილი ნიჟარები ამ პროცესებისთვის თუ არა. და თუ არ არის და ამ ყველაფერს პირდაპირ ხედავთ, რა თქმა უნდა, ესეთ ობიექტზე სურსათის შეძენისგან თავი უნდა შევიკავოთ. დამატებით მაიდენტიფიცირებელი ნიშნები უნდა ჰქონდეს თუ არა? კი, აუცილებელია რომ იყოს იდენტიფიცირებული ნიჟარები დანიშნულების მიხედვით. ანუ უნდა ეწეროს ხელსაბანი, როგორც ამას აწერია, ნედლეულის ნიჟარას უნდა ეწეროს რომ ნედლეულისთვის არის და ჭურჭლის ნიჟარასაც შესაბამისი წარწერა უნდა ჰქონდეს. ამ სტანდარტის ითხოვს სურსათის უნებლობა თუ ეს უბრალოდ ობიექტზეა დამოკიდებული გაითვალისწინებს თუ არა? ეს არის მოთხოვნა სურსათის უნებლობის საკანონმდებლო დონეზე. კარგი ჰიგიენის პრაქტიკის დანერგვა ვიცით რომ აუცილებელია კვების ობიექტზე. შესაბამისად, ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე ჩვენ ამ პრაქტიკას ვერ დავნერგავთ. დასაწყობების კუთხით რა შეიძლება დავაკვირდეთ? შესაფუთი მასალა ინახება თუ არა სურსათისგან და სხვა შესაძლო დამაბინძურებისგან განცალკევებით. ხსნარების დასაწყობებას უნდა დავაკვირდეთ, რომ აუცილებლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იყოს ხსნარები შენახული და არ იყოს სურსათთან ან შესაფუთ მასალასთან ახლოს. შეეხება პიცის ყუთებს ირღვევა თუ